ხო აი გემოვნების საკითხია, ვის როგორი ფილოსოფია, ვის როგორი ღვთისმეტყველება, ვის როგორი თეოლოგია მოსწონს, ვის რომელი პოლიტიკური პარტია მოსწონს, ხო მაგალითად. ხო აი რაღაც გემოვნების მიხედვით, ვის რომელი იდეა მოსწონს ზოგადად. ჩვენ ვიცით რომ ადამიანები იდეებს თავს წირავდნენ, გადავხედოთ კაცობრიობის ისტორიას. და უამრავი მაგალითია ამისი. არანაირი ჭეშმარიტებას იქ ადგილი არ აქვს. უბრალოდ ეს იდეა მოეწონა, მას ემსახურება და თავსაც წირავს. და რატომ არ შეიძლება რომ ვიღაცას მოეწონოს მართლმადიდებლური ღვთისმეტყველება? ის ხო ყველაზე ლამაზია და ის ხო ყველაზე მშვენიერია. ჩვენ ხო ვიცით ესე, თუ არ ვიცით, ეგ ცუდია. მართლა ყველაზე მშვენიერია. მართლა ყველაზე დიდებულია, განსაცვიფრებელია, მისტიკით ახსავსია, ფორმებით თვალწამტაცია, მრავალფეროვანია, ძალიან ღრმა არის, დიდებულია, გესმით, საოცარი ნაყოფები გამოაქვს. ლამაზია. რატომ არ შეიძლება ადამიანს მოეწონოს? დიახაც შეიძლება ადამიანს მოეწონოს. დიახაც შეიძლება. სოფხედელობრივად და რელიგიური როცა ადამიანი, არა ფილოსოფოსი, არამედ რელიგიური, აი გაიქნება ეკლესიის წევრი და მისი რწმენა იქნება დაფუძნებული რაციონალიზმზე, რომ მოეწონა და მიიღო და მორჩა, მაგრამ ეს ნამდვილი რწმენა არ არის. ამას ხშირად უწოდებთ ხოლმე ვარლამ კალაბრიელობა, გრიგოლ პალამას რო ეკამათებოდა. პალამა, რომელიც მისტიკურ ქრისტიანობას ქადაგებდა, და ვარლამ კალაბრიელი, რომელიც ინტელექტუალურს. უნდა ითქვას, რომ თავად გრიგოლ პალამა უაღრესად ინტელექტუალური და აკადემიურად უგანათლებულესი ადამიანი იყო გრიგოლ პალამა. მაგრამ ის საუბრობს მისტიკურ საიდუმლო ქრისტიანობაზე და რაც არის ნამდვილად ქრისტიანობა, რაც არის ნამდვილად